სტივ მაკუინის ძიებაში. გახმოვანებულია აჭარანეთკომის მიერ. საშინლად გამოიყურები. მადლობა. Olivia. Newton Johnny. დები ჰერი. ქერა. რა გჭირს? ჯონ, როგორც ყოველთვის? არა. თუმცა ბანანის მაფინი მომიტანეთ და ორმაგი ჩიზკეიკი, შოკოლადიანი ორწყობილით. მარცხვის კრემიანი ნამცხვარი ორმაგი ნაღებით. იცი, მომიტანეთ ყველაფერი, რასაც დნარი შოკოლადი აქვს. კარგი იქნება. კარგი. მოლი, ყავა. რა ხდება? ხომ იცი? ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა? მერე? მერე. რაღაც უნდა გითხრა. ცოტა მოულოდნელი იქნება, მაგრამ თან არც მგონია რომ მოგეწონება. ხო, მივხვდი რომ არ მომეწონება. და არ მინდა რომ მეცე. მოკეტა და გააგრძელა. აი ხედავ, ახლა აღარ მინდა. ილაპარაკე. ის არ ვარ ვინც გონია. Youngstone, 1972 წელი.
ცხენდება. გამარჯობა ოფიცერო, ისევ შენ? საინტერესოა. ადრე შეხვედრილ ვართ? წინა კვირაში. რამდენჯერმე და გაჯერიმე. 69 წლიანი მუსტანგი. 68-იანით ვიყავი. გადავცვალე. 69-იან GTO-ზე. ამ ბადარას 350 ცხენის ძალა აქვს ასე რომ. რა? მუსტანგში რამდენი ქონდა? 394? ხო, მაგრამ მაქსიმუმ 320 ცხენის ძალა ქონდა. შეგეძლო სამაგით რავი შეგესვა. თან ალუმინის ძალიან იაფია. ხო, მართალია. სახელი? სტივ მაკუინი. ხო. მე კიდევ ალი მაგრო ვარ. სისულელებში ეშვიდა მართვის მოწმობა მომაწოდე. ჰარი ჯეიმს ბარნერი. შენი ნამდვილი სახელი ჰარია? კი. და სახელი შეიცვალა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გამო? სახელი შევიცვალე იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ FBI მეძებს 8 წლის წინ ბანკი გავძარცვე კალიფორნიაში. სისულელეა. ამერიკის ბანკების ძარცვის ისტორიაში უდიდესი შემთხვევა იყო. გადაამოწმე. ენსო. ბობი ლოუმენი მოვიდა. ნიქსონმა ჰოპა მაგრად გაქაჩა. შეარვალი ჩაიხადა და უფროსების წინ წაიკუზა. ნიქსონის დედაც. ზუსტად ამაშია საქმე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გავასწორებთ. ამაზე სერიოზული და დიდი საქმე ვერაფერი იქნება. რამდენზე ვსაუბრობთ? თითქმის 30 მილიონი. ოიცადე, ჰოპა მიცის რომ მოგიყევი. რა იცის და რა არის ის ჰოპამ? ეხება მხოლოდ მას და არა შენ. უბრალოდ მინდა დავწმუნდე. მომკითხარი ვერცხლია მეთქი. ჩვენიანი იყოთ ერთ სახლში. როცა რძის პროდუქტების მოწოდების იატაკქვეშა გაყიდვებზე მიდიოდა ლაპარაკი. პატარა სუვენირი მაქვს. შენ. შეინახე. შენ ზერს დაველოდები. გარგა ჟღერს სიმართლისთვის. ასეთ რაღაცას რატომ მოიგონებდა? რაღაც წესრიგში არ არის. ყველა მიცის რომ ნიქსონი მოიგებს. რატომ დადებდა მთელ ფულს კალიფორნიის ბანკში? იმიტომ რომ ნიქსონი თაღლითია და თაღლითებთან არ იცი როგორ უნდა მოიქცე. მე მგონი ყველაფერი წესრიგშია. ბანკს გავიტანთ 30 მილიონს დავიღებ და ნიქსონი ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ რომ ეს ბინძური ფულია. მე მგონი აშშ-ს პრეზიდენტ შეუძლია ის გააკეთოს რაც უნდა. CIA, FBI, ATF და IRS. თელი ანბანი ხალხი ყავს. არა, მადლობა, მე საქმიდან გავდივარ. ქვეყნის მთავარ სარდალი ჩაისვრის. და არა ჩვენ. ჯანდაბა ვიცი რომ გეზიზღება ნიქსონი. ის ნაძირალა და ბანძიხელოვანია. ვიცი, გამიგია. ნიქსონმა ადგილობრივი მეტალის კომპანიები გააცურა. ცდილობს პროფკავშირები გაანადგუროს სტუდენტებს ხოცავს დამპალი M16-ებით. ბომბავს პატარა შიშვალ კამბოჯელ ბავშვებს, ხოლო თავისი ბრინჯის მდელოების გამო. 20,000 ამერიკელი ბიჭი შეატოვა ჯოჯოხეთ სახელწოდებით ვიეტნამი. ეს არ არის პირადული ენზო. მართლა? არ ვიცოდი. ჩვენ პროფესიონალები ვართ, არაფერი ვიცით კალიფორნიაზე. რატომ რისკავთ ბრმად? სიცოცხლე ხანმოკლეა. ჩვენ კიდევ ახალგაზრდები არ ვართ. კარგი შეწყვიდე. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდები და მსგავსი სისულელე. პენსიაზე გასვლა გინდა? გადი. მე კიდევ არ მივატოვებ ესეთ საქმეს. არა, მე არა. ჩვენ ბიზნესი გვაქვს და რატომ უნდა გავრისკოთ? 30 მილიონი დოლარი. ჩვენი ბიზნესი ახლოსაც ვერ მომა ამ ხელაფულთან.
Tommy. That's my brother. ეს ჩემი ძმაა Tommy. He just got back. ახლა ხელს დაბრუნდა ვიეტნამიდან. არ ვიცოდი ძმა რომ მყავდა. ჰარი, ენზოს უნდა შენი ნახვა. თითქმის 40,000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ვიეტნამში და მიუხედავად ამისა ეძახოდი? What is that thing? ბოს, ეს რა არის? არა, არ შეეხო. ეს memento moris საათია. რა? ნიშნავს რომ სიკვდილი გახსოვდეს. მე-17 საუკუნისაა და სადღაც 17,000-მდე ღირს. Does it work? მუშაობს? იმუშავებს რომ მოვრჩები. You wanted to see? ჩემი ნახო გინდოდეთ. ხო, აქ მოდი, ამას შეხედე. ეს არის კალიფორნიის ბანკის უსაფრთხოების სიგნალიზაცია. ასეთ სისტემასთან შეხება არასდროს მქონია. მინდა რომ ქალაქში გაიკითხო და იქნებ ერთი მაინც იპოვო. თუ იპოვი, სურათები გადაუღი, კარგი? დიახ, ბოს. თუ რაღაცა საუბრებ, მთელი დანარჩენი ცხოვრება სავაჭრო აპარატებს მოემსახურები. და კიდევ ერთი არის. თვალში არავის მოხვდე. გააჩერეთ გთხოვთ. რა ჯენდება? რა ხდება? მოაშორი აქედან. რა ჯენდება? თვალში არავის მოხვდა, იცი რას ნიშნავს? რა? მე გითხარი ფოტოები გადაიღე მეთქი. ფოტოებით ვერ მიხვდებოდით. მის სიგნალიზაციას ელემენტები აქვს. ახლა ვიცით რომ დენის გადაჭრა პრობლემას ვერ მოაგვარებდა. კარგი, მოდი აქ. ვერები ქონია. დაწვი მანქანა. რა? კი, მაგრამ ეს Pontiac GTO-ა. ერთ დღესაც კლასიკა იქნება. კარგია, ყოველთვის განადგური მანქანა საქმის შემდეგ. წინა კვირას მოვიპარე. ოდა გაკვეთილი ნასწავლია.
What are you crying? რა ტირი? You got something თუ in your თვალში eye? რაღაც ჩაგივარდა. Huh? Turn in your შენი uniform. ფორმა ჩააბარე. What's that mean? ის რას ნიშნავს? It means turn in your ნიშნავს რომ უნდა uniform. ჩააბარო. What am I supposed to და do? რა უნდა ვქნე? How am I სხვა gonna get სამსახური another როგორ job? ვიშევო? I got უამრავი speeding ჯარიმა tickets მაქვს, to go to ალბათ work უკვე right now. ორდერიც გამოწერეს ჩემზე. Take care of those. ეგ მისახედია, რადგან ჯარიმებით და ორდერით არ მჭირდები. You mean იმას გულისხმობ რომ I'm in? საქმეში ვარ? You're in. კი, საქმეში ხარ. Can I hug you? ჩაგეხუტო? Should have my fucking head მე examined. მგონი შევიშალე. არინანე. პირდები. უკვე მნანობ. Uncle and ბიძი ჰენზო. What about Tom? და ტომზე რა სიტყვი? Don't press your luck. ზეთლს ნუ ეთამაშები. Round everybody up. ყველა შეგრიბე. მალე ვიწყებთ. There's the ეს არის მოძრაობის დეტექტორი, სწორედ ის ამუშავდა, როცა ჰარიმ კედლიდან ყუთი მოგლიჯა. ხედავთ მავთულებს? არ არის. რადიო სიგნალით მუშაობს. სიმართლე გითხრათ, საკეთის გასახსნელად 5 წუთი დამჭირდა. ამას ვერ გავაკეთებ ბანკის სახურავზე ფეხებით დაკიდებული. დამიჯერეთ. არ მესმის რატომ უნდა გავრისკოთ ყველაფერი რაღაც ბანკის საქმის გამო სადღაც მიკარგულ ლაგუნაში. ეს ლაგუნა ნიგელია, რაც ესპანურად ნიშნავს ჯანდაბამდე გზაც ქონია, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, უბრალოდ შეწყვიტი ამ საქმის საბოტაჟი. შენ თქვი რომ ფეხები დაკიდებული ვერ შეძლებ ამ საკეთის გახსნა, სიგნალიზაცია როგორ უნდა გავთიშოთ? მუშაობ. ჯობია მალე მოიფიქრო თუ გინდა რომ გვერდით ვიყო. I know how you ვიცი ამის გაკეთება როგორ შეიძლება. got some stuff. პირზე რაღაც გაქვს. კი, პირი მოიწმინდე. გულისამრებია. ოდიში? რა? When Tommy got back from როცა დომი ომიდან დაბრუნდა, კალიფორნიაში I met დავხვდი. him in California and he had this მას buddy მეგობარი ახლდა, რომელსაც სერფინგის მაღაზია ჰქონდა, ხო და ამ მაღაზიაში ჰქონდა აეროზოლი, რომელსაც სერფინგის უსწორმასწორო ზედაპირზე აფრქვევდა. Anyway, ნელ-ნელა იგი მოცულობაში იზრდებოდა და რამდენიმე წუთი ქვასავით მაგდებოდა. ამის შემდეგ შეგეძლო სერფინგის დაფისთვის ნებისმიერი ფორმა მიგეცა. ჯამოგეჭრა, გამოგეთალან. So they could shape the surfboard, you know? ხომ ხვდები, რაც გინდოდა გექნა და ახალივით იყო. The surfboards look like brand new. Okay. უკვე ყველა მიცით რომ შეგვიძლია შევაკეთოთ სერფინგის დაფა, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ სიგნალიზაციასთან? Squirt the good. აეროზოლს სამხრელებიდან ჩავასხამთ. სითხე გაფართოვდება და სიგნალი I'll stop the dinger არ from ჩაერთვება. Son of a gun. ჯიანდება. მომძონს ეს ბიჭი. Molly, მოლი, honey, საყვარელო, come out. გამოდი რა. ვირფასო. წადი. Okay. კარგი. შემოვდივარ. არ გაბედო. 7 წელი ვიყავით ერთად და ასე გინდა ჩემი მიტოვება. მოიცა რა? ზედმეტად მშიშ არ ახარ რომ პირდაპირ მითხრა სათქმელი და ეს სულელური ისტორია მოიგონე. Bullshit story. Instead, I'm telling you. სიმართლეს გეუბნები. you're wanted by FBI გეძებს. You know what? იცი რას გეტყვი? If you თუ want ჩემი მიტოვება გინდა წადი, მაგრამ ნუ ცდილობ იდიოტად გამომიყვანო. ეს რა არის? I was in გუშინ პოსტაში ვიყავი და ჩემი გამოსახულება დავინახე კედელზე. You call her თმა შეიღებე Yeah. ხო, and you და your girlfriend. თმა დაიხვია. ხო. Like Steve McQueen. სტივ მაკვინს რომ დამსგავსებოდი. Well, I guess there's a ალბათ ყველაფერი ამით დაიწყო. Can we please go back? უბრალოდ მაგიდასთან დავბრუნდით. რატომ? კიდევ რომ გააგრძელო ჩემი მოტყუება. არ გატყუებ. light. იმ მომენტიდან მატყუებ, როცა მითხარი, გამარჯობა, მე ჯონი ბეიკერი ვარ. So don't tell me. ასე რომ არ მითხრა რომ არ მატყუებ. Who are you? ვინ ხარ? სტივ მაკვინ. შიანელი. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები არ გჭირდება. Knows we're in California. არავინ იცის რომ კალიფორნიაში ვართ ხო და ყველაფერი ასე დავტოვოთ. რომელიმე კინოვარსკვლავს თუ შენიშნავ გააჩერე, კარგი? Some Hollywood. ჰოლივუდური თავგადასავალი არ მოწყენდა. Check on my რომელიმე ჰიპი კინოვარსკვლავთან სექსი კარგი იქნებოდა. hippie chicks. Shit. ჰიპი, ჯანდაბარა, თმიანი იღლია რომ მომწონდეს გეი ვიქნებოდი, მაგრამ აიცი რა მომწონს. რა ქვია იმ გოგოს მსახიობი შოუდან? The show. Only რა ქვია შოუს ყველაფერი ოჯახში. ედით ბანკერი. მერთო ჩემო არა, ედით ბანკერი არა. შვილს ვინც დამაშობს, დიდძუძუებიანი.
Goldie Hawn-ი. არა, Goldie Hawn-ი, არა, Goldie Hawn-ზე დიდი ძუძუები მე მაქვს. მე კიდევზებოდი Goldie Hawn-თან. ძუძუები თუ ძუძუების გარეშე მაინც კარგია. ჯანდება დაიგიდე. Sally Strazersi. Strazersi ეგ არის. Sally Smazersi. მერტო ჩემო ვინმე მტყვია დამახალეთ და დაასრულეთ ჩემი წამება. ეგოფად, საკმარისია, შეწყვიტეთ. შენ გზას უყურე. თქვენ კი ხედით და თქვით. პატარა ბავშვები ვითიქცევით. პანჯირიდან გაიხედეთ. ნახეთ ოკეანე. პალმები. ყველაფერია, მერტო ჩემო. პალმები სადღესასწაულო დორძიანთებულ სანთლებს გვანან. ლაგუნა ნიგელი. 1972 წელი, კალიფორნია. Gari ადგილია. ხო, როგორც პორნოში. ხო, კარგია. Check. ეს ნახე. Now. იმ შენობას ხედავთ? გოლფის მოედნის შემდეგ. ბანკი არა? კი. Good job. ოჯახ. მადლობა. Talk about a შვენიერი ხედია. The fuck is that? ეს კასრი რისთვისა? ვინ უნდა დავზუროთ? It's a hot tub. ცხელი აუზია. What the რა fuck? ჯანდაბაა ცხელი აუზი? Look at this boy. ამას უყურეთ ბიჭებო, სურათიდან გადმოტანილი სიუჟეტია. ბაზარი არა, ამ საქმის მერე საკუთარი ცხელი აუზი უნდა ვიყიდო. Once we're in the crawl space. როგორც კი სარდაფში აღმოჩნდებით სიგნალიზაციისა და სენსორების გაყვანილობას გადავჭრე. კარგია. Ollie. პოლის სათავსოს ჭერს გახრեց და დინამიტს დაამონტაჟებს. მაგარია. Yeah. ხო, და ამ ადგილს ავაფეთქებთ. Now, the ესე იგი, მე რეტომი აავსებს ტომბრებს, ოღონდ მიწით და მათ გამოვიყენებთ, To muffle. რომ დავფაროთ აფეთქების ხმა. ხო, და აფეთქების ძალის ფევით მისამართად და არა ზევით. გენიოსი ხარ. თუ ყველა თავის საქმეს სწორად გააკეთებს, ნიქსონის ბინძური ფული ერთ საათში ჩვენი გახდება. Within an hour. ერთ საათში. You ever read that? ოდესმე წაგიკითხავთ წიგნი ჯონათან ლივინგსტონის თოლია. მსმენია რომ საკმაოდ კარგი წიგნია. იცი ამ წიგნის მერე ამ ნაბიჯვარ თოლიებს ხონაირად უყურებ. ჭკვიანები არიან არა. ზე არ მოდგენაც კი არ გექვს როგორი. What the fuck? ეს რა ჯანდაბაა? Hey, motherfucker. ნაბიჯვრებო. Sorry. მაბადი მეგობარო. ხელი ამიცურდა. შენ მოგაცურებ შენ აბიჯვარო. Hey. Fuck you. ერთი შენით. ჩემით. Fuck you. ერთი შენით. მაგდოც უკანალში გაგიკეთებ. ტოტი კი არა გოლფის ჯოხია იდიოტო. მერტო ჩემო რა ჯანდაბას აკეთებთ? What the hell are you guys doing? You're supposed ჯუმად უნდა იყოთ და გავიწყდეთ. უნდა დამშვიდდე. ყველანი. Harry's the only one. ჰარი ერთადერთი აქ ინტელექტის ნასახის მქონე. ნასახი რა არის? Get out of that thing, will you? ამოდით მაქედან ყველამ ჩაიცვით. ბანკის სანახავად მივდივართ. Remember the bank? გახსოვთ ეგეთი რამე? ბანკი. 5 დღის შემდეგ. მენეჯერმა თქვა, რომ ბანკიდან პარასკევს 6-ის ნახევარზე გავიდნენ და 9 საათამდე არ დაბრუნებულან. ძარცვა შეიძლება ამ დროში მომხდარიყო. გამარჯობა. დილა მშვიდობისას არ. Good morning, sir. როგორ გონიათ რა არის? Not bird shit. ჩიტის კლინტი არა. რაც არ უნდა იყოს სიგნალიზაციის გათიშვა შეუწყო ხელი. ჯანდაბა. წინა და უკანა კარი ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. სიგნალიზაცია არ ჩაერთო, არც ანაბეჭდები, არც მოწმეები. ბანკის მენეჯერს არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია, სანამ სეიფი არ გახსნა.
ადგილობრივებს ერგავს. საიდან იცით? ეს სამხრეთ კალიფორნია. რასაჭიროა სახურავში ხვრელის გაკეთება, როცა შეგიძლია მხოლოდ პისტოლეტი და გზების რუქა გამოიყენო. არ ვარ დარწმუნებული, რომ მივხვდი, რასაც გულისხმობთ, სარ. ჩვენ გასაქურდი ბანკების დედაქალაქი ვართ, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში მარტივია შეუმჩნევლად შემოსვლა და გასვლა. ბოლოს ასეთი მასშტაბის ძარცვა ვნახე ფრენკ სინატრას და 딘 მარტინის მონაწილეობით. ეს ფილმი არ გაქვთ არანანახი. ოუშენის 11. ეგ ფილმი არ მინახავ, სარ. კინოში ხშირად უნდა იაროთ. დიახ, სარ. შეაბაც ვიყავი აქ. აქ რას აკეთებდით? სემი უმცროს ლიგაში თამაშობს, გუნდები აქ იკრიბებიან. ჩემს თავზე ორმაგი მორიგეობა ავიღე მას შემდეგ, რაც მე და გარენმა ტაიმ-აუთი ავიღეთ. როცა აქ იყავით, არაფერი შეგიმჩნევიათ. არა. როგორ შეიძლება 3 ფუტის დიამეტრის ბეტონის აფეთქება ისე, რომ არავის არაფერი გაუგია? ძალიან მაგარი უნდა იყო და ძალიან უნდა გაგიმართლოს. ან ორივე. ეს არის ერთადერთი შენობა, რაც დგას ჩვენსა და ნიქსონის ბინძურ ფულს შორის. 18 ინჩიანი ბეტონი? ხაჭო არ არის. არა, შენ ძილში შეგიძლია მის გაკეთება. აფეთქების ხმით ნამდვილად გააღვიძებ ვინმეს. ჩემი აზრით სიწყნარია. რამდენიმე დომარას დავყრი და პრობლემა მოგვარებულია. სადაურია, იტალიელი? ჯინარლი რასახელია? ექსტრემალური. გამბედავი და მამაკაცური. კი, ესეთია. მამაკაცური? გეი ბარში არ წავალ. წამოდით, წრე დავარდგათ. ხილად ნაბიჯვარო. გინდა მითხრა, რომ ამ იდიოტებთან უნდა ვიმუშაოთ? რომ დაიგედებიან, მე მოვბრუნდებით. რომელზე? ღამის პირველზე? მხოლოდ 4 საათი დაგვრჩა. შეიძლება ცოტა ხმაური სწორედ ისე არაც გჭირდება. სად მიდიხარ? დომის ვიპოვე. I'm from Siena, Italy. We have been taken across the US. And your name is Tommy? Allora I will call you Tommaso. მე გენდობოდი. ვიცი. როგორც არასდროს არავის ვენდობოდი. ვიცი. შუაღამემდე დაკეტილები ვართ. Give me a boilermaker. ვისკი და ლუდი დამისხი. ითხარი დაკეტილები ვართ მეთქი. კუჩის გადაღმა სასაფლაოზე ჩემ ქმარს მარხავენ. ასე რომ ლუდი და ვისკი მინდა. და კიდევ დოლარის დახურდავება. მის. ახალი ხარ? ხო. წინა კვირიდან მუშაობ. მე ზიზღება კოლგოდე. ხო, მეც. ლუდი და ვისკი. ლუდი და ვისკი. მადლობა.
ცეცხლში დაიწვი დონალდ მერფი. ერთიც დამისხე. ზოხარ რომ ქმარია კარგეთ. მე არა. უმბრალოდ ზედმეტად დიდი მოლოდინები დავამყარა ერთ ადამიანზე. ასე როდესმე მოქცეულ ხარ? კი. შეიძლება ასეც ითქვას. შარშან ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალადა. არასოდეს ვენდობოდი. როგორ გარდაიცვალა? გზის მარჯვენა მხარეს მანქანის გასწრებას ცდილობდა და გზაზე გაჩერებული სატვირთო ვერ შეამჩნია. ნასვამი იყო. ნასვამი და თავწაცლილი. თუმცა ჩემი ქმარი აღარ იყო. მივატოვე და სახლში დავბრუნდი. ჩემი ყოფილი ქმარი იყო. მაგრამ ახლა მერფის ქვრივი ვარ და სიცოცხლის დაზღვევის პოლისი მემერგო. კარმა სამართლიანია. გარმის გჯერა. ო, ეს ხომ ქმედებათა შედეგია. კარგს კარგი მოაქვს და ცუდი ყოველთვის გიკბენს ტრაქზე. უმბრალოდ არ იცი როდის. ჯანდება. არა, გთხოვ. არ უთხრა რომ აქ ვარ. გამარჯობა ბიჭებო. ახალი ხარ? კი. მოლი მერფი ხომ არ შემოსულა? ეგ ვინ არის? ახალგაზრდა ხალი შავგაბაში საკმაოდ გამხდარი. აქ მხოლოდ მე ვარ ოფიცერო. ჩვენ არც კი გავხსნილ ვართ ჯერ. კარგი. თუ შენიშნე ახალგაზრდა ხალი შავგაბაში. ცოტა გამხდარი. გადაეცი რომ დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს ქუჩის გადაღმა და მას ელოდებიან. გამხდარი. კარგი. აუცილებლად. მადლობა. დაკრძალვაზე წასვლას არ აპირებ? არ ვიცი. დამალვა მირჩევნია. ძველი ბოგის კინოთეატრი თუ იცი? რა თქმა უნდა. თეატრის სარდებში ოთახს გირაობ. სავარაუდოდ მენეჯერის ოფისი იყო. ეს არის შესასვლელი გასაღები. გამომართვე. ეს ჩემი მანქანის გასაღებია. გარეთაა გაჭერებული. გამომართვე. ძალიან საყვარელი ხარ. ეს ჩემზე ჩაწერე. გააქვს ეგეთი რამე? არა. რა მითხარი რა ქვია? ჯონ ბეიგერი. ჯონ ბეიგერი. მე მოლი მერფი ვარ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. მადლობა მისტერ პიკნერ. ეს ადგილი დაგავებულია? დიახ. მეგონა გათიშულს გნახავდი ძარიელი ჯეკ დენიელსის ბოთლით ხელში. სიმართლე გითხრა დიდი მსმელი არ ვარ.
გამდეთავს კარგად ერთმევდი. არ ვიცოდი სხვა რა გამეკეთებინა. იცი, აქ ყოველ უქმეებზე მოვდიოდი. მართლა? ხო, როდის დაიკიდე? სადღაც 5 წლის წინ. ბონი და კლაიდს ვუყურე აქ. 3-ჯერ, ერთი დღის განმავლობაში. ეგ ფილმი ნანახი გაქვს? კი. უბრალოდ ერთხელ. კიდევ 1000-ჯერ ვუყურებდი. ასე რატომ მოგწონს? იმიტომ რომ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სასიყვარულო ისტორიაა. უშიშრები იყვნენ. კანონზე ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ ყოველთვის. უორენ ბეტი ყველაფერს გააკეთებდა ფეი და ნაუეის უსაფრთხოებისთვის და ისიც ყველაფერს გააკეთებდა მისთვის. ბოლომდე. ეს სიყვარულია. რომანტიკაა. შენთან სექსი მექნება. დღეს არა. ზუსტად არ ვიცი როდის. გაგაგებინებ. მაგარია. ჩემი ახალი მთავარი წესი. ამიერიდან აღარანაირი ტყუილი. ეს ძალიან კარგი წესია. სხვა წესები არ გჭირდება ეს თუ გაქვს. ხო, ალბათ ხო. დავედით, მიდი. Harry. ამაში ხედე. ასეთი საშინელი საკიდი ბოლოს ლომბარდში ვნახე. წინწინეთში, სისულელია. რადიო მომე. სკანერზე რამე ჩანს? არაფერი როგორც ჩანს ერთი საბადრულო მანქანა ყავთ და ისიც ჯარიმებს წერს პლაჟზე. ცეცხლის დანთებისთვის. დავიდე. ზამოდი სუფთა აჩქარა. ცეცხლი ნაბიჯრება. მიწის დრა. მერტო ჩემოპოლი. ეს რა ჯანდება იყო? ცოტა სიმძლავრე მოუმატე დიდი ამბავი. შემიშალა რა მოხდა? ჯანდება მოკიდე. მე მგონი მოდიან. ხო, ჯანდება. პატრული მოდის.
ბანკი უნდა შეამოწმონ. ასეთი ხმა მაღალიც არ იყო? წავედით. ჩუმად. ჰარი, შეათვალიერე შენობა და ნახე რა ხდება. ეს აიღე, ტომი, გიბეზე დაიხმარე. უკნიდან მოდიან. ჰარი, მაგიდან წამოდი დროზე. ნუ ღელო. გეგმა მაქვს. არა. ჰარი. ფრთხილად ნაბიჯვარა. შენი დედაც. მოდი აქ. დამშვიდით. ზუგნა. დავაბადივრეთ და მოყვავს. ჯანდება, მე არაფერი დამიშავებია. არაფერი. მოგედე. მიყვარს ეს შეშლილი ქალაქი. ჩანდება 1005 მაინც იქნება. არა, მაქსიმუმ 500 ან 600. ყველას გახსნას ვერ შევძლებთ. ჩვენ აქ მოვედით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გასაძარცვად და აქედან წავალთ. მაშინ, როდესაც ყველაფერს ავიღებთ. ჩქარა, დიდი ყუთებით დავიწყოთ. არა, ყველა ყუთი რიგრიგობით თითოეულ კედელზე. აი, იქიდან დაიწყე. 30 მილიონს ამ პატარა ყუთებში ვერ ჩაატევდნენ. პოლი 30 მილიონი ნაღდი ფულით არ იქნება. ნარკოდილერები კი არ არიან, ეს ტიპები მოხერხებულები არიან, პოლიტიკოსები. ნუ გავიწყდება. ლაბარაკია ობლიგაციებზე, ოფშორულ ანგარიშებზე, ჩეკებზე. ჩანთა მოიდანე. ამას შეხედე, მიდი. ჯანდება, ამას შეხედეთ. ვიღაცის ფერფლია. შეხედეთ მონეტები და უამრავი ფული. და ბრილიანტები. რაღაც კარგი ხდება. თითქოსშობა. ესე იგი ნახევარი საათი დარჩა მზის ამოსვლამდე. ჩანთები. იმ ღამეს 4 მილიონი გამოვზიდეთ, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვეთ ნიქსონის ფული. ენზო კი არ გაჩერდებოდა სანამ არ ვიპოვიდით. ბანკი დაკეტილი იყო უქმეებზე და კიდევ შაბათ-კვირა ჰქონდა საქმის მოსაგვარებლად. ესე იგი რა გინდა მითხრა, რომ ნიქსონი გაძარცვეთ? ჩუმად, მაგრამ კი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაშინ კარგად რად გვეჩვენებოდა. და გეგონა რომ ეგ შეგრჩებოდა? როგორ? იმიტომ რომ ბინძური ფული იყო. ჩვენ გვეგონა რომ ნიქსონი ვერაფერს დაგვეკლებდა. შევცდით.
უკეთესად უკრავს, ასე არ არის? რა? Sharon. სერ. კიდევ ხომ არინებებთ ყავას? ყავა მე თვითონაც შემიძლია რომ მომიმზადო. მადლობა. დიახ, სერ. Sharon. რამდენი ხანი ჯექი ოფისში მაგიდასთან სანამ აკადემიაში გამოგიშვებდნენ? 2 წელი. პირველი ქალი ხარ ხომ ასე? 2-დან ერთ-ერთი. დიახ, სერ. მადლობთ. მეც პირველი ვიყავი. დიდი ზეწოლა. ეს ჩემი მერვე ოფისი 10 წლის განმავლობაში. გარენმა მითხრა რომ აღარ უნდა და საცხოვრებლის შეცვლა. ბედის ირონია იცი. ბევრ რაღაცას თმობ რომ ამას მიაღწიო, მაგრამ ყველაფრის დათმობა მაინც არ გინდა. ბალანსი უნდა იპოვო. აუცილებლად. მე ვერ ვიპოვე. მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სერ. იმაზე ვიფიქრე, რაც თქვენ მითხარით. ხალხში გასვლაზე. ნათლიაზე მაქვს 2 ბილეთი. ნანახი გაქვთ ეს ფილმი? ორჯერ. რა თქმა უნდა. სერ, დირექტორის მოადგილე ფელტია მოსული. ფელტი ოფისია? ვაშინგტონიდან ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და თან მარტო არ არის. როგორ ხარ? ცოტა დაბნეული. მეც. როგორღაც მოახერხეს და ბანკი გაძერწვეს. ბოდიში ავართ, ყველა ყუთი გახსნეს. ნება მიბოძეთ რომ დრო არ დაგაგარბინოთ სერ. 456 ყუთი იქნა გახსნილი. ზოგიერთ მათგანში დარჩენილია ფული და სამგაულები. ძარცველების ავრაუდოთ რაღაც სპეციფიკურს ეძებდნენ. ფიქრობ რამეს? ჯერ ვერა. თუმცა მე საკმარისად კვალიფიციური ვარ რომ გავუმკლავდი ამ გამოძიებას. რა თქმა უნდა ხარ. დიდი ბადის სემით სერ. რატომ ნიშნავენ ჩემს საქმეზე კიდევ 100 გამომძიებელს? იმიტომ რომ ამ საქმეზე ძალიან დიდი დაინტერესებაა. მისტერ ჰუერისგან უფრო მაღალი. უფრო მაღალი. ამ შემთხვევამ ოვალური კაბინეტიც კი დაინტერესა. შეგიძლიათ მითხრათ არა. არ ჩემთვის აუხსნიათ საკითხი. თული დასაჯერებელია სერ. მესმის თქვენი ვაშინგტონში საიდუმლო ნაკრებია ჰოვარდ. სწორედ ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად გახსნა ეს საქმე რომ გავიგოთ რას გვიმალავენ და რატომ. უკან უნდა დავბრუნდე. ყველაფერი მომახსენე, კარგი? დიახ სერ. ყველაფერი კარგადაა. ყავაზე უნდა დავთანხმებულიყავი. ყავა გაგვითავდა და კიდევ მაგიდები. ტელეფონები, ტუალეტის ქაღალდი. როგორც იქნა რაღაც საინტერესო საქმე გამომიჩნდა და ისიც უნდა რომ წამართვენ. აქედან სან-კლემენტამდე უფრო მეტი ფედერალური აგენტია ვიდრე ვაშინგტონში. სან-კლემენტი? დიახ, სერ. პრეზიდენტი იქ შვებულებას ატარებს. სამხრეთის თეთრი სახლი? ეგრე არის, სერ. სან-კლემენტი 10 მილითაა დაშორებული იმ ბანკისგან. ამას ბანკთან რა კავშირი აქვს? შეიძლება არაფერი, მაგრამ შეიძლება ყველაფერი. რა არის ოქროს და სიმკვლელობის გამოძიებისას? მოტივის პოვნა. მოტივი, ხო და რატომ ეს ბანკი და რატომ ეს ყუთები? იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ რასაც ეძებდნენ. ნამდვილად.
ტატის გარეთ მისამართებით კლიენტები არ გვავს? ფიქრობ რომ კი. მოდი ვნახოთ. დავიწყეთ. CW კოლსონის საფოსტო მისამართი არლინგტონში, ვირჯინიაში. არლინგტონი, კარგი. შეამოწმე ყველაფერი, რაც მისტერ კოლსონს ეხება. დიახ, სერ. კარგი. შერონ, უოტერგეითის საქმე იცი? დიახ, სერ. და რას ფიქრობ? იმის მიხედვით, რაც გაზეთებში წავიკითხე, მოყვარულების ნამოქმედებს გავს. თქვენ გონიათ, რომ ჩვენი საქმეც მაქეის უკავშირდება? არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ როცა ბოლოს FBI-მ 100 აგენტი გამოყო საქმის გამოსაძიებლად, ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს იძიებდნენ. ღმერთს გეფიცები, შემდეგში როცა ჩავთვლი, რომ ვიღაც მიყვარდება, ხიდიდან გადავხტები. უამრავი პატარა ქალაქებიდან ქვეყანაში, მაინც და მაინც დირვუდი რატომ აირჩია? სიმართლე გითხრა, ის მე არ ამირჩევია, თვითონ ამირჩია. ქალაქის გავლით მივდიოდი. მანქანა გამიფუჭდა და სანამ გავაკეთებდი უკვე სამსახური მქონდა. ბარში დავიწყე მუშაობა. მე შენ შეხვდი. დირვუდში ჩემს გამოდარჩე. შენ როგორ გონია? დაიმახსოვრე, არ თქვა რომ ერთმანეთი ბარში გავიცანით. რას აკეთებ? დიდი გაქცევა. მოკლედ ეტყვი რომ ერთმანეთი ქალაქში გავიცანით. ქალაქში. კაფეში. ხო, რა დაიმართა შენს წესს? არანაირი ტყუილი არა? ყველა წესს აქვს გამონაკლისი. და ნიქსონზე და ვოთერგეიტზე არაფერი მოყვე. მამა ჩემი რესპუბლიკელია და ვერ იტანს ბილი ჯენკინგს. Hildon Hounds და Jane Pondas. პიტსბურგის მეკობრეებს გულშემატკივრობ? არა, უნდა უგულშემატკივრო? არა, მშვენიერია, მამასაც უყვარს მეკობრეები. გამარჯობა ყველას. გამარჯობა. წინ მეკობრეებო. ეს ჯონ ბეიკერია. ის ქალაქში ახალი ასე რომ ნუ მოექცევით სპეცრაზმელებივით და ნუ შეაშინებთ, კარგი? კარგი, აქ მოდი ახლა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სახლში. ჯონი არა? ჯერი დამიძახე როგორც ყველა. ნახეთ როგორ დაცხა ამ სახლში. წვეულება ნელ-ნელა ხურდება. რა მშვენიერი ხარ. დედა თავი დაანება ჩემ შეყვარებულს. ლუზერა სიტყვი. ახალგაზრდა ტროი დონაჰიუს გავს. არც კი დაიწყო, ის ფიქრობს რომ სტივ მაკვინია. აბა რას ფიქრობ? ხომ არ მეხუმრები? უსაყვარლესია და მამა შენსაც ძალიან მოეწონა. მართლა? თან მეკობრეების გულშემატკივარია. ამაზე რა სიტყვი? აბა რა? ფიქრობ სწორი იქნება მასთან რომ დავწვა? მოლე. რა იყო? ასეთ კითხვებს არ უნდა მისვამდე. ახალი წესი მაქვს. არანაირი ტყუილები. და რა აზრი აქვს წეს თუ ის არ გამოიყენე? ასე არ არის? ალბათ. თუ გინდა. რატომაც არა? შენ დიდი გოგო ხარ მოლე. მიყვარ ხარ დედა. არ გამოიყენო შენი ახალი წესი მამა შენზე და შენს დებზე. ხომ იცი როგორები არიან? მიყვარ ხარ და ხომ მითხარი უკვე? კარგად იყავით ნახვამდის. მადლობა. მაგარია. არ გითხოვს რომ მამა შენი შერიფია? ბიჭებს რომ ვეუბნებოდე რომ მამა ჩემი შერიფია, ჯერ კიდევ ქალწული ვიქნებოდი. როგორ ჩანს, გაგჭირდები.
ძალიან კარგი. თუ არა და მამა ჩემი დაგაპატიმრებს ჩემს შეყვარებულად თავის გასაღებისთვის. მართლა შენი შეყვარებული ვარ უკვე? თუ ყველაფერს არ გააფუჭებ. ყველაფერი გავაფუჭე ხო? ასე გონია ჯან. ჯან. ჰარი. სტივ მაკვინ. არც კი ვიცი რა უნდა დაგიძახო. მისტერ ნიქსონი აღნიშნავს, რომ თეთრსახს არანაირი კავშირი არ აქვს ძარცვასა და დემოკრატების შტაბების თავდასხმასთან. მომავალში აღარ გააკეთებს განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე. მიდი, ჩაირთე, როგორ მუშაობს ეს ჯანდაბა? მარჯვენა მხარეს განამკვანი გამოკაჩე. მართლა? გილაკები აქვს. აი ესა განამკვანი. ამა შეხედეთ ნამდვილი თომას ედისონი ხარ. გენიოსი ბიჭი. რა იყო ჯორჯლის არისხი მანქანა არ გაქვს? მაქვს, მაგრამ დაქორწინებული არ ვარ მასზე. სარგერისთვის არის ბიძია. სიგნალიზაცია ამ ძარცველებისთვის თომი. თუ ანარეკლი ვერ დავინახე. ესე იგი ვიღაცამ ჩვენს გაყვანილ ხრელს მიაგნო და აქედან უნდა ავითესოთ. არ მგონია დანის გამოყენება საჭირო იყოს. მაგრატელი არ ჭრის. ნაჭრები ძალიან სკელია. მე კინოში მივდივარ. რომელზე? გაქცევა. ისევ? ო. დამხო? არა, შევეშვი. მართლა? კი. გაქცევა 6 ჯერ მაქვს ნანახი. თომას კრაუნის საქმე 8 ჯერ. არაჩვეულებრივი 7 ჯერ. ინდა გითხრა რომელია ჩემი საყვარელი? ყველაზე მეტად რომელი ფილმი მიყვარს? ბულიტი. მისტერ ვეკლერს უთხარი, რომ სტივ მაკვინი შენი გმირია. შემდეგ კვირაში კი ბონი და კლაიდს გაუშვებს, რადგან მეც ვეხმარებოდი. კარგად ხარ? კი. არ ვიცი. არ ვიცი რა მჭირს, ალბათ უბრალოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერებაში ცუდი არაფერია. მადლობა რომ აქამდე მოვედი. რა? არაფერი. როგორც ხვდები, ზუსტად არაფერი არ უნდა იყოს, არა? კარგი. მიდი გააგრძელე. კარგი, მოკლედ. შაბათს ღამე უკან დავბრუნდით და სწორედ მაშინაირია ყველაფერი. ყველაფერი. Enzo.
ენზო ყურადღებით იყავი, გესმის? Yeah, Ray, what's ო, going მესმის, რა ხდება რეი? მანქანა გიახლოვდებათ ნომრის გარეშე. ამოვდივარ. Keep everything quiet. ჭუმად გააგზელეთ. თავს დავდებ, რომ პოლიცია. Calm down. დამშვიდი. სკანერზე ჩანს რამე? არა, სკანერზე სიმშვიდეა მისმინე. თუ ის მართლა პოლიციელია, მოვიშორებ და გავიქცეთ. სანამ დანარჩენებიც მოიცადე მძარცველები ვართ და არა პოლიციელების მკვლელები. ან ეგრე უნდა მოვიქცეთ, ან ფრთები მოვიხსნათ. Okay. გარგი, თუ ის ნამდვილად პოლიციელია, გარგი, მაგრამ If it's თავში არის როლო. be serious. იმედი ეხუმრობთ. შენ არავინ გეკითხება და საერთოდ რა გინდა აქ არის. You give this son of a თავში არის როლო. გადარჩენის შანსი მიეცინა ბიჭვარს. ვირდე. He's getting out of the car. მანქანიდან გადმოდის. See that? 12 gauge. The fuck did I tell you? That's ხომ გითხარი პოლიციელია? he touches that shotgun. 12 კალიბრიანი. ნამდვილი პოლიციელია. What the fuck is he? იერახს თუ შეეხება მკვდარია. რა შვება? Ray opens up and თუ რეიმ გვანიშნე მივდივართ. გაიგეთ? ჯერი, პოლი, მერე ტომი, არი, მე და რეი, დაიშალეთ. ახლა ვერატომ არ მივდივართ. რა უნდა ვქნათ? ხომ გიხარი ხმის უფლება არ გაქვს. ანის გააკეთე რასაც გეუნები ან სახურავიდან გესვრი. გასაგებია? Is that clear? You got that? გაიგე? Hold on. Hey, ერთი წამით. what the fuck is this? ეს რა ჯანდება? Who are these? ეს ნაბიჯვრები ვინ არიან? Somebody want to tell me what ვინ მიამიხსნის რა ხდება? It's a little ბატარა ლიგის თამაშია. ჯანდება. ნაბიჯვრები. Almost shot. თითქმის ბატარა ლიგის მოთამაშეები ჩავცხრილი. ჯანდება. Calm down. Come on. დამშვიდი რა ჯანდება, იერაღი დაუშვი. ნუ ღელო. That's when I knew და მაშინ მივხვდი. I was in over my head. მივხვდი რომ ძალიან ღრმად შევწურე. I'd made it terrible. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. Let's finish მოდი დავასრულოთ ეს. I'm so full. მეც ვეღარ შევჭამ. the story. ისტორია. Finish the ისტორია დაასრულე. მოკლედ, კვირას აღამო იყო. კვირას აღამო, როდესაც მესამედ დავბრუნდით ბანკში. Heads up. ენზო. ეს მის ჩემი. Yeah, Ray, what's ორე რა ხდება? Getting busy. აქ რაღაც მოძრაობა ორ შაბათის დილო თენდება ხომ გესმის? Yeah, I know. ო ვიცი რა დღეცა რეი. pack it up? ჩატვირთეთ ყველაფერი და აიდანეთ. ჩვენ აქ მოვრჩით. როდის მე ხარ ამ საქმის სათავეში? მას შემდეგ როცა გონება და გარგი და სიმართლე გითხრა არ მგონია შენი 30 მილიონი აქ იყოს. აქაც რომ იყოს მაინც დასვლის დროა. Time to go. ჯანდება. დამპალი ნაბიჯვარი ნიქსონი. Asshole, Nixon. Hey, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, გეყოფა. You guys. ასეთი ნაბიჯვრები ყოველთვის ზევით მიიწევენ და აღწევენ კიდეც წარმატებას. ძეგლებს დაუდგამენ, მის დამპალ სახეს საფოსტო მარკებზე დაბეჭდავენ. ხო, ვართ მე და შენ, მაგრამ ჩვენთან შედარებით ის პირველ ხარისხოვანი მძარცველია.
fucking be. Maybe ოდესმე მაგასაც მიიმწყდებენ კუთხეში. Okay? იმედი ბოლოს კვდება, კარგი? Hope springs eternal, right? Never ასე არასდროს ყოფილა ბოლი. არასდროს. Let's just get the მოდი აქედან დავახვიოთ რა. $12 million. ასე გამოიყურება 12 მილიონიანი იახტა. შემდეგი გაჩერება ვეგასი. Get that money in there. პული ჩადე. პოლი მათეთრებელი ჩაასხი მილებში. ყველაფერი გავაკეთებოს. რეი, ყველაზე დაპირი გაწმინდე? კი, არც ერთი ანაბეჭდი არ დარჩა. ჰარი. შენი დედომის ძილია. იენგსტონში გნახავ. აქ მხოლოდ 20,000-ია. ესე ჩენი 12 მილიონიანი ძერცვა და 10,000 მოგცეს თითოს. შეგიძლია ჩემი ძილი აიღო მგიდია. მე კიდევ არ მგიდია დომი. You okay? კარგად ხარ? კი. What you got there? რა არის? ბეისბოლის ბარათებია ბანკიდან. ენზომნება დამტო ამიღო. Any go? ზვირფასია? არა, უბრალოდ ბარათებია. ჩანდება. აქ ჯონი ბენჩის განსაკუთრებული ბარათი მაქვს. მაგარია დომი. მაგარი. $12 million. 12 მილიონიანი ძარცვა და ჩვენი წილი $10,000. ბეისბოლის ბარათებით. წამოდი. უკაცრავად სერ. სერ. რაღაც ვიპოვე. CW კოლსონი. იგივე ჩარლზ ვილსონ კოლსონია. იგივე ჩაკ კოლსონი. დაბადებული 16,1931-ში. ორჯერ იყო დაქორწინებული, 3 შვილი ყავს და საზღვაო ფლოტში მსახურობდა. შტამბეჭდავი რეზიუმეა. სად მუშაობს ახლა? ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველია. ნიქსონის? ეს მე მაქვს? ესეც? Tom. სახლში როგორც კი დავბრუნდებით, ენზოზე აღარ ვიმუშავებთ. მაგრამ ის ბიძა ჩემია, ოჯახის წევრია ჰარი. ის ჩვენზე არ ღელავს დომი. და რა უნდა მოვიფიქროთ ჰარი? ამას მოვიფიქრებთ. მე და შენ. ესეც მაქვს. Good morning, sir. დილომშვიდობის. მისტერ გოლსონს ვესაუბრე და მითხრა, რომ უთებში მხოლოდ $200-300 ღირებულების ალბომი ჰქონდა ბეისბოლის ბარათებით. Baseball cards. ბეისბოლის ბარათები. მიკი მენტოლი, ჯონი დიმაჯიო და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ სრულ სიას გააკეთებს და გამოგვიგზავნის. თქვენ გინდა დავიჯერე, რომ არაფერი იყო ამ ყუთებში ბეისბოლის ბარათების გარდა, არა? In a safe deposit box.
3,000 miles away. ამედებზე მხოლოდ სიტყვაზე ნდობა შეგვიძლია, ჰოვარდ. მისტერ გოლსონთან გასაუბრება მინდა თუ წინააღმდეგი არ იქნებით. არა ვშიშობ რომ არ გამოვა. არც თქვენ და არც თქვენი გუნდის წევრები არ უნდა დაუკავშირდნენ მისტერ გოლსონს. როგორ უნდა გავაგრძელო გამოძიება თუ გასტროლის შემდეგ იარაღი ძალიან ცხელია, ჰოვარდ. და თუ არ გავაგრილებთ? ვაშინგტონ პოსტს კითხულობთ? არა, სერ. დაიგითხეთ. აქ სტატია ორ ახალგაზრდა ჟურნალისტზე, უდვორდზე და ბერშტეინზე. ვფიქრობ, რომ დაინტერესდებით. ნახვამდის, ჰოვარდ. ვაშინგტონ პოსტი მომიდანე და უდვორდის და ბერშტეინის სტატია მინდა. შერ ამას ხედავ? დიახ, სერ. ყველა სახლი უნდა შევამოწმოთ იმ მაღლობზე. გარდაგარ, დღესვე. შევწდით. ვერაფერს მივაგენით. სახლი ნაქირავები ჰქონდათ სტივ მაკვინის სახელზე. ეს ნამდვილად რაღაცას ნიშნავს. ქალური ინტუიცია ნივთგიცება. განენსაც არაჩვეულებრივი ინსტინქტები ჰქონდა. თითის ანაბეჭდები გვაქვს სამზარეულოში. ეს დაჯგუფება იანგსტოუნიდანაა. ენზო როტელა, პოლ კალაჰენი და რეიმონდ დარაუ. ხოლო სამი ეჭვმიტანელი ჩვენ კი 5 ადამიანი გვჭირდება. სპეციალისტები ორსმენაში მუშაობენ ამ საკითხზე. შესანიშნავია. კიდევ 2 ადამიანის ანაბეჭდის დადგენა გვჭირდება. აუცილებლად იპოვნით. ჰოვარდ-ნება მივოძე ყავაზე დაგბადიჟო. ნამდვილად არ გეწყინდა. აქამდე საკრამენტოში მუშაობდი არა? დიახ, სერ, ისევე როგორც ბოისი და მინიაპოლისი. ბევრი იყო. ფიქრობ, შენი ბოლო გადაყვანის დრო მოვიდე. ვაშინგტონში ხარ საჭირო. სერ რა? ვიღაც ისეთი მჭირდება, ვისაც შეუძლია დაუღალავად იმუშაოს ისე, რომ ლამაზ არქიტექტურაზე არ მოცდეს. ჰოვარდ, მეუღლესთან საქმეები როგორ გაქვს? მოვაგვარებთ. მიხარია მის მასმენამ. რა სიტყვა შენი მეუღლე ვაშინგტონში გადასვლა რომ შემოგთავაზოთ? შიშობ არ მოეწონებოდა, მაგრამ მგონია რომ ყველაფერს გაიგებს. კარგი. 3 კვირა გაქვს. 3 კვირა. ეს საკმარისი დროა საქმე რომ ბოლომდე მიიყვანო. დავაღიაროთ კარგად იმუშავეს ამ ბიჭებმა. იანგსტაუნიდან. მნიშვნელოვანი ხალხი შეავიწროვეს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ხალხი ვინ არის? ამას შენ კითხავ თუ რას ეძებენ? და იქ ვისეკუთვნოდა ის, რაც იქ იყო. ეს ინფორმაცია ჩემგან არ მიგიღია, ასე რომ დამევიწყებ. თან ვაშინგტონში განსახილველი თემას გამოგვიჩნდება. კლივლენდიდან ლოს-ანჯელესისკენ ისინი საკუთარი სახელებით გადაფრინდნენ. ენზო როტელა, პოლ კალაჰენი, რეი დაროუ და 2 ძმა, ჰარი და ტომი ბარბერები. ტომი ვიეტნამში მსახურობდა, ინფორმაცია დაადასტურეს. ჰარი ბარბერი? სისტემაში არაფერია, მხოლოდ მისი ანაბეჭდები ვერ ამოვიცანით, მაგრამ ამას შეხედეთ. 1972 წლის კადილაკ დევილი იქერავა ადამიანმა სახელით სტივ მაკვინი. მანქანის საფასური $100 კუპიურებით გადაიხადეს და ლას-ვეგასში დააბრუნეს. ესე იგი ყველა ლას-ვეგასში გაიქცა. იქნებ ყველა არა. მეზობელმა დაინახა როგორ ჩაჯდა 2 მამაკაცი ტაქსში. გადავამოწმე ტაქსის გამოძახების ჟურნალები და გამოიცანით რა ვიპოვე. სტივ მაკვინი. ტაქსის მძღოლმაც დიდი ჩაი აიღო.
And nobody knows about this but you and me. და ამის შესახებ არავინ იცის. მხოლოდ მე და თქვენ, სერ. კარგი, მე თვითონ შევამოწმებ ტაქსს. არავის მისცე უფლება გაიგარონ მანქანას. დიახ, სერ. აქ დარჩები. დიახ, სერ. ყველა პოლიციის განყოფილებას გადაეცია ნაბიჯდები და ინფორმაცია იქნებ ვინმე მაინც გამოჩნდეს. See if we can't ჰარი ბარბერი, Harry J. თუ მას ვერ ვიპოვით, მაშინ სტივ მაკუინი მომიძებდნენ. Find him. Find me Steve. აუცილებლად. Close. Is it always like სულ ასე იქნება თუ do you get დროთა განმავლობაში მივეჩვევი. It's always like სულ ასე იქნება. აქამდე როგორ ვერ შევამჩნია. because when იმიტომ რომ როცა რთული იყო და მეშინოდა თავს სხვა ადამიანად წარმოვიდგენდი. pretend I was someone else. ვიღაცათვისაც შვიდად ყოფნა და თავის ხელში აყვანა შეუძლია. რაც არ უნდა მოხდეს. let me guess. მოდი გამავიცნობ. Steve McQueen. სტივ მაკუინი. 41 ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ყველა გადახდილია ძარცვამდე 2 კვირით ადრე. ერთი წელი არასრულწლოვანთა სასჯელ აღსრულების კოლონიაში გაატარა. კლივლენდის ოფისში დავრეგოთ. სანახაობის დროა. Agent Price. აგენტო პრაის. ოდიხართ? შენი დედაც. ასე. Where's Harry Barber? სად არის ჰარი ბერბერი? ჰარი ვინ? It's just a minute. როის აკითხია? Matter of time. როის აკითხი? We'll see about that. ამას ნახავთ. Let's go. დამოდი. slowing down or even some suggested resigning. Any suggestion? და მე მთავაზობდნენ შეჩერებას ზოგიერთი კი გადადგომას. ყველა მის ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტი დატოვებს თავის სოფის სანამ არ შეასრულებს სამუშაოს და არ აღასრულებს საარჩევნო დაპირებებს. დამიჯერეთ. უბრალოდ იდიოტია. Poppycock. I got two of this. ორი ერთნაირი მაქვს. გამომართვი. Thank you. I'm going to the store. მაღაზიაში მივდივარ. ამარ გინდა რამე? ბეისბოლის მეტი ბარათი. Okay. კარგი დომი. მიყვარხარ ჰარი. Where'd that come from? ეს აიდან მოვიდა? I don't know. არ ვიცი. Love you too. მეც მიყვარხარ დომი.
That was the last time I saw იმ დღის შემდეგ ჩემი ძმა არ მინახავს. I left იმ დღეს დავტოვე Youngstown-ი და მას შემდეგ გავრბივარ. უბრალოდ სირბილით დავიღალე მალე. მორჩა. არა, არ მორჩა. მექსიკაში გავიქცევით ერთად. დილით მამაშენს დაურეკე ნებისმიერ ძამს იქნება აქ. არა, გავიქცევით. მოლი, რას აკეთებ? თხოვ, მოლი. თხოვთ? მოლი. სად მიდიხარ? Where are you going? მოტოციკლთან. Gonna ride it all the way. მოტოციკლით უნდა წავიდეთ მექსიკაში. არა, კანადაში მხოლოდ 5 საათია საზღვრამდე. ტორონტოში იცნობ ვინმეს? არა შენ? Like Bonnie and Clyde. მაშინ რა გაეწყობა? გავიქეცით როგორც ბონი და კლაიდი. Wait a minute. მოიცადე. ბონი და კლაიდი ხომ მოკლეს. Oh, yeah. ხო, მართალია. He's not gonna run, is he? ის არ გაიქცევა ხომ ასე? დავიღალე მისი დევნით. He's not going anywhere. ის არსად ძავა. Tell your men to შენი ენებს თხოვე რომ იარაღი დაუშვან. Stand down! იარაღი დაუშვით. I'm all eyes. ყუილები მორჩა. No rule. ეს ჩემი ახალი წესია. I'll wait for you. დაგელოდები გესმის? Okay. I'll wait for you. სამუდამო დაგელოდები. Allow 5-დან 10 წლამდეც It's time to go. დასπლის დრო არის. მართლა ფიქრობ რომ ჩვენაირი ადამიანებისთვის უსასრულო ბედნიერება არსებობს? ეგრე ფეიდანავეი ამბობდა. სტივ მაკვინს ეუბნებოდა. In the Thomas Crown affair. თომას კრაუნის აფიორაში. Well, the midnight headlight find you on a rainy night, steep grade up ahead, slow me down, making no time. But I gotta keep rolling. Those are windshield wipers slapping out a tempo, keeping perfect rhythm with the song on the radio. But I gotta keep rolling. მან კალიფორნიის ბანკი გაძარცვა. ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მსხვილ მასშტაბიანი ძარცვა. ჰარი ბარნერს ბანკის გაძარცვისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შერიფის წერილმა. ჰარის პიროვნული ღირსებების შესახებ, რომელსაც სამოქალაქო ხელმოწერები ჰქონდა დართული, მისი სასჯელი 3 წლამდე შეამცირა. ახლა ჰარი მუშაობს ხელოსნად და სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს. სტივ მაკვინი 1980 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. ის კვლავ ჰარის საყვარელი მსახიობია. ფილმს აღმოვანებდნენ მსახიობები ალექსანდრე ქურასბედიანი და ნია ცინდელიანი. ხმის რეჟისორი მირიან ტორონჯაძე. აღმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.